პატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს ამბობს პარლამენტის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა შემსწავლელი ჯგუფის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის პირადი მოთხოვნით შეიწყალეს. მშავდებულის განცხადებით ის სრულიად უკანონოდ დააკავეს. პოლიტპატიმარი უკვე ესაუბრა ელენე თევდორაძეს. ლევან გოგიჩაიშვილი მომავალში საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვს, მანამდე კი საპატიმროში რჩება. ლევან გოგიჩაიშვილი იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უკანონოდ მან 3 წლის ნახევრის განმავლობაში დამარყვა და სრულიად შეთქმული ბრალდებით მიწევს 3 წლების განმავლობაში ციხეში ყოფნა. პირადად მე არ ვიზებ მის შეწყალებას. მე მას მოვუწოდებ, რომ თავი არ შეიწუხოს ამ ხელმოწერისაგან, ამ პროვოკაციისაგან, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ აი ამ პერიოდში მისი ეს ნაბიჯი არის წინასწრის პროვოკაცია. მასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გააჩნია ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემთან ერთად იმყოფებიან, მე ჩემს სამფლობელოში მელორვაჩნადეს. ჩალო გოგინაშვილს, გიორგი ზერეკიძეს. 3 წლის უკან ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ალხაზიშვილი დააკავეს ერთი და იგივე საქმეზე. ეს იყო 8 ივნის მომხდარი წნეთში ინციდენტი 2009 წელს იანაბათიაშვილის დაბადების დღეზე, სადაც ლევან გოგიჩაიშვილს ბრავად ერაცხებოდა დავით ლეჟავას თითქოს და დაჭრა, რაც იყო სრული აბსურდი. ლევანმა თქვა და მე გავიმეორებ, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. იქ იყო არაერთი დარღვევა და არაერთი გამოვლინება იმისა, რომ ეს შედიოდა პირადად სააკაშვილის და მისი გარემოცვის ინტერესში.